მოგესალმებით, ეთერშია საფეხბურთო სიგნალი და როგორც ხვდებით ეს არის ჩვენი პირველი გადაცემა. შესაბამისად, სახელიდან გამომდინარე, ჩვენ ვილაპარაკებთ ფეხბურთზე, რაზე უნდა ვილაპარაკოთ 2026 წლის ზაფხულში თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გადაცემა წარმატებული იქნება. წამყვანები ვიქნებით მე, სანდრო თორდია, საფეხბურთო მომხილველი და ნიკა შოშიტაშვილი იქნება ასევე გადაცემის წამყვანი და ვილაპარაკებთ მსოფლიო თასი 2026-ზე უკვე დღეს იწყება საინტერესო მატჩით, თუმცა ამაზე მოგვიანებით, ჯერჯერობით ჩვენ გავაკეთებთ პრევიუს, სანამ გადავალთ უშუალოდ თამაშებზე და გავივლით ჯგუფებს A-დან E-ლის ჩათვლით. ახალი ფორმატის მიხედვით 48 გუნდია სულ გასული მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენ გამოვყოთ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებს და ასევე მიმოვიხილავთ დღევანდელ თამაშს. გამარჯობა ნიკა. ვისკენ ხარ მსოფლიო ჩემპიონატზე? გამარჯობა პირველ რიგში. მე ძალიან საინტერესო არჩევანი მაქვს, სამი გუნდით მაქვს დაკომპლექტებული ჩემი სიმპათია. მოკლედ პირველ რიგში ისტორიულად მე ვარ ბრაზილიის გულშემატკივარი. ეს მამაჩემის დამსახურებით თანაც და როგორც ყველა მსოფლიოზე გულშემატკივარ ბრაზილიას. გახლავართ ასევე ბრაზილიასთან ერთად ასევე გახლავართ ბარსელონას ფანი, ამიტომაც სადაც მესი არის იქ შეუძლებელი არის რომ იმას არ გულშემატკივრო და ბოლო 2 წელია უკვე ესპანეთისკენაც ვარ ერთი პატარა ბავშვის დამსახურებით. შენ სანდრო? მე შენგან გასხოვებით აბსოლუტურად ობიექტური ვიქნები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგანაც ჩემი ნაკრები სამწუხაროდ ვერ მოხვდა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, მხოლოდ ერთ ნაკრებს გულშემატკივრობ მე საქართველოს შემდეგ, ეს არის იტალიის ეროვნული ნაკრები. როგორც ვიხილეთ, იტალიის ეროვნული ნაკრები გამოაგდო B ჯგუფში ამჯერად უკვე ბოსნიის ეროვნულმა ნაკრებმა და ვერ შეწყვდა უკვე ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატს, ხოლო მანამდე კი იტალია სამწუხაროდ ჯგუფში ჩარჩა. შესაბამისად მე ფავორიტი ნაკრები არ ყავს. მესამე ზედიზედ ხო, მეორე ვთქვი? მესამე ზედიზედ და ხოლო სამის წინ უკვე ჩარჩა ჯგუფში. შესაბამისად მე როგორც ასეთი ფავორიტი ნაკრები არ ყავს, თუმცა ვინაიდან ფრანკოფონული გავლენა მილანზე ჩემს საყვარელ გუნდზე არის დიდი. აქ თამაშობენ მენიო, რაბიო, ასევე ტეო ერნანდესი, რომელიც მაინც მილანელების წასულია, მაინც მილანელების გუნდი არის. მე მოდი გავაკეთებ საფრანგეთზე ფსონს. აი საფრანგეთი მაგალითად ჩემთვის არის ორი ნაკრებია, რომელიც მინდა რომ ძალიან ცუდად გამოვიდეს სამსოფლიოზე, ერთი საფრანგეთი კილიან მბაპეს გამო და მეორე მაინც ის ჩემი ბავშვური ზიზღი ბოლომდე როგორც ჩანს რონალდოს მიმართ არ მაქვს მოგლული. და ასევე მინდა რომ პორტუგალიც თლად შორს ვერ გავიდეს ამ მუნდიალზე. კარგი, მაშინ ჩვენი სიმპათიები ცხადია, მგონი ამ შემთხვევაში ვერ ვთანხმდებით ერთმანეთთან, მაგრამ იმედია გადაცემის მსვლელობაში ავყვებით ერთმანეთს. დავიწყოთ A ჯგუფიდან. A ჯგუფში არიან მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, კორეა და ჩეხეთი. დღეს არის გახსნითი მატჩი მექსიკა, სამხრეთ აფრიკა. ხოლო ამას გვერდსაუბავს სამხრეთ კორეასა და ჩეხეთის დაპირისპირება. ვინ მიგაჩნია ამ ჯგუფში ფავორიტად და რა პროგნოზს გააკეთებდი შენ? მე მგონია რომ მექსიკის ნაკრები არა მარტო ამ ჯგუფის ფავორიტია ჩემი აზრით და თან პირველ ადგილზე შედარებით მარტივად. და მგონია რომ თავის ისტორიულ შედეგს აჩვენებს, იმიტომ რომ მსოფლიო ისტორია იმას გვაჩვენებს, რომ როდესაც მექსიკა საშინაო მუნდიალს ატარებს, ის როგორც მინიმუმ არა, ის ყოველთვის გადის მეოთხედფინალში. უკვე მესამედ მიიღებს მექსიკა მუნდიალს, აქამდე 1970 წელს მეოთხედფინალში გავიდა ჩრდილოამერიკული გუნდის, შემდეგ 86-ში კვლავ როდესაც მექსიკაში ჩატარდა მუნდიალი, მაშინაც მეოთხედფინალში გავიდა და ეს არის მექსიკის ისტორიული მაქსიმუმი. არც მაქამდე, არც ამის მერე მეოთხედფინალში ეს გუნდი არ ყოფილა. და წელსთან არის ძალიან კარგი შემადგენლობით დაკომპლექტებული და ასევე მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალი ასევე კანადაშიც და ამერიკაშიც არის, მეოთხედფინალამდე იმ შემთხვევაში, თუ მექსიკა გავიდა პირველ ადგილზე ჯგუფში, მეოთხედფინალამდე ყველა მატჩს ატარებს აზტეკაზე. არ ვიცი ახლა შეიძლება მეორე ან მესამე თამაშების სხვაგან ჩაატაროს, მაგრამ მექსიკაში ატარებს ყოველ შემთხვევაში. ამიტომაც გონია რომ ეს ფაქტორი ძალიან ბევრს იზამს მექსიკისთვის და
არ ვიცი, საერთოდ არ გამოვრიცხავ ამ გუნდის მეოთხედფინალში გასვლას. და მეოთხედფინალი უკვე ისეთი ეტაპია, იქ უკვე ნებისმიერი რამე შეიძლება მოხდეს. ხო, ზოგადად სოფლიო ჩემპიონატი ისეთი მოვლენაა, რომ ნებისმიერი ნაკრები, ნებისმიერი ფეხბურთელი მიუხედავად იმისა, რა გუნდში თამაშობს თუ რა ნაკრებში, როდესაც ისმის საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს, ხედავს დროშას, გაათმაგებული მოტივაციით თამაშობენ და სენსაციებიც ხდება ხოლმე ძირითადად ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა მეოთხედფინალებში და მერვედფინალებშიც ჩვენ გვინახავს ისეთი სენსაციები, როგორიც სამხრეთ კორეა, ერთ-ერთი ამ ჯგუფის წევრი. ისტორიულად გვახსოვს და მგონია რომ ისტორიულად ცუდად მახსოვს კორეა იაპონიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი იტალიიდან გამომდინარე. ამ ჯგუფის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, ერთ-ერთ გუნდში თამაშობს ეს ფეხბურთელი, თქვა ესეთი რამ, რომ მეო გავხდები ამ ჩემპიონატის ბომბარდირიო, ხოლო ჩემპიონატ ჩემი ნაკრები მოიგებსო და აბა თუ გამოიცნობ ისი ციტატა არის ეს. რაულ ხიმენესის? გვარი სწორი არის. რაულ ხიმენესი არის? ვულვერჰემპტონში რო თამაშობს, ეს არის მილანის ფეხბურთელი სანტიაგო ხიმენესი, რაიმე. იცი რამდენი გოლი აქვს სანტიაგო ხიმენეს ბოლო სეზონში მილანში გატანილი? არა, სანტიაგო. 0. რამდენი საგოლე პასი აქვს იცი გატანილი, გაკეთებული სანტიაგო ხიმენეს? აი, გავრისკავდა 2. არა, 0 კოლა. 1. იცი სად გააკეთა სანტიაგო ხიმენესმა ეს ბოლო პასი? მილანს აწყობდა 1-1 ფრე. წააგო კალიარისთან და ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. და საგოლე პასი გააკეთა თავით, აი თუ ნახავს მაყურებელი, თავში მოხვდა უბრალოდ ის ბურთი. აი მექსიკას ყავს ასეთი ერთ-ერთი ფორვარდი, რომელსაც ძალიან არ ეკლამებენ. რატომ გამოიძახეს მაშინ ნაკრებში? ხო, არ ვიცი, საერთოდ არის კიდევ ნაკრებში. რაულ ხიმენესი არის ნაკრებში, თუმცა სანტიაგო ხიმენესს აქვს აშკარად უფრო დიდი მოლოდინი თავისგან და ვნახოთ საინტერესოა ზუსტად ამის მაგალითად მოვიყვანე, რომ მოტივაცია აქვს მექსიკელი ფეხბურთელი, სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელიც მიდის მსოფლიო ჩემპიონატზე. ზუსტად ეგ უნდა მეთქვა ახლა, რომ საერთოდ არ გამოვლინდა მიუხედავად აი ესეთი სტატისტიკისა, საერთოდ არ გამოვლინდა, რომ სანტიაგო ხიმენესი გამოვიდეს და დაუშვათ გახდეს მუნდიალის პირველი გოლის ავტორი, აქ ამის შანსი. ან თუნდაც 1-3-4 გოლის გატანა მუნდიალზე ძალიან დიდი რამე არის და თუ გამოიყვანენ სასტარტოში არ მოიაზრება ჯერჯერობით რასაც ჩავხედე. სასტარტოში სანტიაგო ხიმენესის თამაში არ მოიაზრება. თვითონ ახლა ამბიცია იმასე ბომბარდირობაზე. კორეა ჩეხეთს რაც შეეხება პირველ ადგილს ფიქრობ შენ როგორც გავიგე მექსიკას ფიქრობ 9 გოლით. ანუ ან 7. მე ვფიქრობ რომ ჩეხეთი უკეთესი გუნდია მექსიკასთან შედარებით, იმიტომ რომ ძალიან დალაგებული, დავარცხნილი გუნდია. იციან თავისი ტაქტიკა, იგივე საქართველოსთან გამოჩნდა აქ რომ ძალიან დიდი დაღი დაასვა იმ 4-1 ფსიქოლოგიურად ჩეხეთს და შემდეგ თუ არ ვცდები წვრთნელიც გაუშვეს. თუმცა ბოლო თამაშებში ასე ვთქვათ, კარგ ფორმაშია ჩეხეთი და ასევე რო გადავხედე საშუალო სიმაღლეს ჩეხი ფეხბურთელების ფიზიკურად არიან ძალიან ძლიერები, 1.88 ნუ დაახლოებით ჩეხეთის საშუალო სიმაღლე არის მექსიკის ნაკრების მეკარის სიგრძე, რომელიც არის გილერმო ოჩუა, მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატამდე ცოცხლობს ეს კაცი. ახლა თამაშობს მექსიკელი მეკარე კვიპროსის გუნდ ლიმასოლში და რა თქმა უნდა მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანდნენ მექსიკელები, თუმცა ის არ მოიაზრება ძირითადი შემადგენლობის წევრად სამწუხაროდ. თუ პირველ ორ თამაშს მოიგებს მექსიკა, ალბათ მესამეში გამოიყვანენ. მე ვფიქრობ რომ ოჩუა ნამდვილად ღირსია თავის დამსახურებიდან რომ ათამაშონ. აი ჩეხეთს რაც შეეხება ისე იმას თუ ვიტყვით რომ კლასიკური ევროპული გუნდია, დალაგებული, იცის გუნდი რა ფეხბურთს თამაშობს, იცის გუნდმა რა ფეხბურთს თამაშობს. მაგრამ ნუ მაინც გონია რომ იქ აცტეკა იქ მექსიკელების ინდივიდუალური პერფორმანსები არა მაინც და მაინც სანტიაგო ხიმენესის. მაგალითად გილბერტო მორას, რომელიც არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მიმდინარე მუნდიალზე და თვითონ როგორც ამბობს ჩვენი ნაკრები ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ტიტულის მოგებისო. ამიტომაც ვნახოთ, შევხედოთ. ნუ საინტერესო ჯგუფი გამო, მე პირადად გამყავს პირველ ადგილზე მექსიკა, მეორე ადგილზე გამყავს ჩეხეთი, მესამეზე სამხრეთ კორეა და სამხრეთ აფრიკა სამწუხაროდ აფრიკელი გულშემატკივრისთვის, რა თქმა უნდა თუ ის გვიყურებს. ისთვის ანუ ბაფანა რჩება ჯგუფში. ბაფანა რჩება ჯგუფში. კარგი, გადავიდეთ მაშინ B ჯგუფზე, სადაც არის უკვე მეორე მასპინძელი, კანადა, ბოსნია-ჰერცეგოვინა,
კატარი და შვეიცარია. აქაც ერთი დალაგებული ევროპული ნაკრები ყავს და ქვეყანა რა თქმა უნდა. მაგრამ არანაკლებ დალაგებული ქვეყანა არის კანადა. კანადის ნაკრებისგან მე გამოვარჩევდი ორ ფეხბურთელს. ერთი არის დეივიდი, რომელიც იუვენტუსში თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ ფსოლებს ვერ ამართლებს, გვინახავს ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ფორვარდები, რომლებსაც გაუსროლიათ. გაუსროლიათ თან ისიც უნდა თქვა, რომ კანადისთვის, კანადის დონის ნაკრებისთვის დეივიდი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი არის. კი, გეთანხმები აბსოლუტურად და ალფონსო დევისი უკვე ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ამასობაში დევისის ვეტერანი გახდა. ხო, დევისის ვეტერანი გახდა. კი ბატონო, შესანიშნავი გარემარბი, ძალიან სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ აქ ორი გამოკვეთილი ფავორიტი კანადა და შვეიცარია. არის კანადა გამომდინარე იქიდან, რომ მასპინძელია და მასპინძელს როგორც გულშემატკივრები ეხმარებიან მე-12 მოთამაშის სახით, ასევე ვფიქრობ, რომ საჯებსაც ცოტა სიმპათიები აქვთ ხოლმე. წარე გამოცდილებას გალაპარაკებს. კი, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ აი ბოლო მუნდიალი, რომელზეც მასპინძლებს მიმართ ჰქონდათ აი აშკარად მიკერძოება, ეს იყო ბრაზილიის მუნდიალი 2014 წელს. იმის მერე რაც ვიდეო რეფერი შემოდის რთულია რომ საჯი მიკერძოებული იყოს. მე 14-ში მახსოვს 2014 წლის მუნდიალი ჩემი პირველი მუნდიალია და კარგად მახსოვს მიუხედავად იმისა რომ ბრაზილიას გულშემატკივრობდი აი კამერუნთან მატჩში მახსოვს არის ისე რაღაც საშინელება კი არ მოხდა რაც სამხრეთ კორეისა და იტალიის თამაში მოხდა მაგრამ უბრალოდ აი მინი ჯარიმები პატარა მომენტები თამაშგარე მდგომარეობა და აი რაღაცნაირად ცდილობდნენ რომ საჯები რომ მასპინძელი გუნდის არ დაიჩაგრათ როგორც მინიმუმ მაგრამ აი ვიდეო რეფერის შემოსვლასთან ერთად უკვე ალბათ ეგ პრობლემა მოგვარებული. კარგი ახსენე ვიდეო რეფერი. ვიდეო რეფერის ფუნქციები გაზრდილი არის ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ყვითელი ბარათის შემთხვევაშიც კი ვიდეო რეფერის აქვს ჩარევის უფლება თუ ვიდეო რეფერიმ ჩათვალა რომ მეორე ყვითელ ბარათს აძლევს არასწორად საჯი. მეორე ყვითელ ბარათს ჩემი აზრით ძალიან კარგია და ასევე ერთვება კუთხურების გადამოწობის დროსაც. ეგ ეს უნიშნელოვანი სიახლე, რომელსაც უბრალოდ ფიზიკურად მე მაგალითად ვერ ხვდებოდი ამდენი ხანი, რატომ არ იყო ეს საკლუბო ფეხბურთი. არის ხო საშუალება რომ მიხვიდე, შეხედო, არ მისვლაც არ არის საჭირო, გეტყვია, კუთხურზე გადავიდა ბურთი, დანიშნავ კუთხურს, მორჩა. ის გახსოვს კარის უკან რო იდგა ხოლმე მსაჯი რომელიც არაფერს არ აკეთებდა. ყველა ეგ არის ჩემი ოცნების სამსახურია. არაფერს არ აკეთებდა ეს მსაჯი გვახსოვს იმედია ეს ჩარევების და განახლებული წესდება FIFA-ს მსაჯების მიმართ იქნება შეცდომის მინიმუმამდე დამყვანი. აი ამ ჯგუფს რო დაუბრუნდეთ მაგალითად შვეიცარიის ნაკრები არის ისეთი გუნდი რომელზეც ბევრს არ ლაპარაკობენ, არც ჩვენ ლაპარაკობთ, არ ვიკლავთ თავს დიდად შვეიცარიაზე ლაპარაკით, მაგრამ აი ყველაზე დაბალანსებული გუნდი არის ამ ჯგუფში, როგორც მინიმუმ და ვფიქრობ, რომ პირველ ადგილს მარტივად დაიკავებს მიუხედავად იმისა, რომ კანადა მასპინძელია, მიუხედავად იმისა, რომ კანადას შეკრული გუნდი ყავს, მე იმასაც ვერ დავდებ თავს, რომ კანადა აუცილებლად გავა ჯგუფიდან. ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები შენ თავზე გამოსვადე თუ როგორი კერკეტი კაკალი არის და ყველას შეუძლია რომ ძალიან მძიმე გუნდი არის ბოსნია-ჰერცეგოვინა და არც ერთ თამაშს კი არც ერთ სანტიმეტრს არ დათმობს. არა, თქმა უნდა. და თან ნუ ისიც თქვათ რომ ერთი არის, როდესაც მასპინძელი არის მექსიკა და მექსიკა თამაშობს საშინაო მატჩს და მეორე არის, როდესაც მასპინძელი არის კანადა. და კანადა თამაშობს საშინაო მატჩს, იმიტომ რომ კანადელმა გულშემატკივრებმა არ იციან ისეთი გულშემატკივრობა თავისი გუნდის, როგორც მექსიკელებმა. მექსიკელებისთვის მან უკვე ეს ლათინოამერიკული გავლენა იგრძნობა მექსიკელებზე და ფეხბურთი მათთვის მართლა სიკვდილის და სიცოცხლის ამბავი არის და კანადელებისთვის ეს შეიძლება იყოს კარგი მომენტი, კარგი შესაძლებლობა, რომ შესაძლებელმა კანადელებმა, იმიტომ რომ ბილეთის ფასი ძალიან მაღალი არის ამ მუნდიალზე, შესაძლებელმა კანადელებმა წაიყვანონ ოჯახები, შვილები, მეგობრები და თითო ჰოთ-დოგიც შეჭამონ. კარგით და უკვე მივადექით მსოფლიოს პირველი ფავორიტის ჯგუფს, C ჯგუფი. ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია. ბრაზილია მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის 2002 წლის ბრაზილია, არც 98-ის ბრაზილია და არც პერეს და გარინჩოს ბრაზილია. აქ არის 2018 წლის ბრაზილიაც კი. 2018 წლის ბრაზილიაც კი. აქ შეიძლება კამათი, მაგრამ მოდი ჩამოვთვალოთ ალისონ ბეკერი, ქართული მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მეკარე იდგება კარში.
დანილო, მარკინიოსი, გაბრიელი და ალექსანდრო დაცვის ხაზი. გაბრიელი ალბათ ჩემი აზრით და ასევე მარკინიოსის აზრითაც მიმდინარე სეზონის საუკეთესო ცენტრალური მცველი. შეიძლება კამათი, მაგრამ ამ აზრს აქვს არსებობის უფლება. კი ბატონო, შეიძლება. ცენტრში უკვე კაზემირო და ბრუნო. ჩამშლელი და საყრდენი. კაზემირო რომელსაც ახლა მეორე ახალგაზრდობა დაიწყო ამ სეზონში და ფენომენალური იყო მანჩესტერში და ალბათ ბრუნოს ეს რეკორდი ზუსტად კაზემირო მოახსნევინა. და უკვე წავედით წინ რაფინია, კუნია, ვინისიუსი. ეს რაფინია და ვინისიუსი გასაგებია. რაფინიასაც მეორე ახალგაზრდობა დაიწყო სხვათა შორის ბარსელონაში. მეორე არა, პირველი ახალ. პირველი, ხო, შეიძლება პირველიც იყოს, იმიტომ რომ რაფინია თუ ესეთ ფეხბურთს ითამაშებდა, მე არ ვიცი, სოფლიოზეს თუ იგივე დონე ანახა, რაც ბოლო ორი სეზონია. რაფინია ერთ-ერთი გეიმ ჩეინჯერი ფეხბურთელი არის. ასეთი გეიმ ჩეინჯერი იყო ვინისიუსიც რამდენიმე წლის წინ. და რატომღაც ბრაზილიელმა ის დაკარგა მადრიდის რეალში. ენდრიკზე რას გვეტყვი? ენდრიკზე ვფიქრობ, რომ სწორად წასული მუნდიალის შემთხვევაში მისთვის კეთილგანზომის წასული მუნდიალის შემთხვევაში ენდრიკი გახდება ამ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. იმიტომ რომ კლასი ამ ფეხბურთელს აშკარად აქვს. ამ ფეხბურთელს აქვს გოლის ძალიან მაგარი ალღო, აქვს ტექნიკა ფენომენალური და უკვე შემდეგ წელს ჩვენ მას ისევ მადრიდის რეალში ვიხილავთ. თუ ყველაფერი მისთვის კარგად წავიდა, პირველ რიგში თუ ადგილს მოიპოვებს ზირითადში. იმიტომ რომ ვაიმე რა რიშარლისონი ბოდიში კიდევ კაი. რა რიშარლისონი. კუნიას ცენტრში დაყენების შემთხვევაში ბრაზილია იქნება კლასიკური ცხენის გარეშე. კუნია უფრო 10-იანია, მას ფლანგზე შეუძლია კარგად თამაში და უფრო სხვანაირ გუნდს მივიღებთ 2012 წლის ესპანეთს რო შევადაროთ თქვათ, მაგრამ თუ კი როგორც კი ბრაზილიას დაჭირდება 9-იანი მოედანზე, მაშინ ვნახოთ ჩვენ ენდრიქს და მაშინ შევხედავთ როგორი ბიჭი არის. კი ბატონო. და ისიც ვთქვათ, რომ მაინც მარტო ბრაზილიაზე ვარ ვილაპარაკოთ, მაროკო და ბრაზილია, აი ჩვენ ამ სოფლიო ჩემპიონატზე რეალურად არ გვაქვს სიკვდილის ჯგუფი. ნუ რომელიც მე მიაბმაჩნია სიკვდილის ჯგუფად, იმანზეც მივოთ რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ ურუგვაი ესპანეთთან ერთად, ეს არ არის ჩემი სიკვდილის ჯგუფი, მაგრამ ურუგვაი ესპანეთთან ერთად კარგი აფიშა ჯგუფურ ეტაპზე არის ბრაზილია მაროკო. იმიტომ რომ და რატომ არა ბრაზილია იგივე შოტლანდია? მიმაჩნია რომ მაროკო არის ისეთი კლასის გუნდი. შოტლანდიას ჯობია. შოტლანდიას რა თქმა უნდა ჯობია. მიუხედავად იმისა რომ შოტლანდია შეიძლება ადგეს და გააგდოს მაროკო მსოფლიო ჩემპიონატიდან, მე მიმაჩნია რომ ფეხბურთელთა ხარისხით, სათამაშო სტილით მაროკო არის გუნდი, რომელსაც შეუძლია შარშანდელი მიღწევა როგორც მინიმუმ გაიმეოროს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლა აფრიკის თასის მოქმედი მფლობელები არიან, რომელსაც ჩვენ არალეგიტიმურად მივიჩნევთ, ალბათ მე ყოველ შემთხვევაში მივიჩნევ შენი აზრი. აფრიკის თასის მოქმედი მფლობელები არიან, აქამდე კიდე ერთხელ მოუგიათ აფრიკის თასი, არის პირველი გუნდი აფრიკის კონტინენტიდან, რომელმაც ნახევარფინალში გააღწია მუნდიალზე შარშ 4 წლის წინ. 4 წლის წინ და ხოლო ბრაზილია. ამას საუბარიც არა. შნუ შოტლანდიაზე ლაპარაკი ცოტა რთული არის, ცოტა შოტლანდიას საქმეში ვნახეთ, გვათამაშეს წყალბურთი და ისინი ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ რა თქმა უნდა, რომ აქ ამ ჯგუფიდან მესამე ადგილზე თუ არა იბრძოლონ გამსვლელი ადგილისათვის. და ასევე დებიუტანტი ჰაიტი. ჰაიტის ნაირი გუნდები ჩემი აზრით ძალიან უხდება მსოფლიოს ჩემპიონატს. მოკლედ ესენი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გუნდები არიან, ჰაიტი იგივე კურასაო, შეიძლება მივიღოთ კარგი ტამბები. ჰაიტიში ახლა დღემდე რამდენიმე წელია მიმდინარეობს სამოქალაქო ომი. და ძალიან მნიშვნელოვანი არის რეალურად ამ ქვეყნისთვის ის, რომ ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. 11 წლის წინ, არა, ბოდიში არა. 2013 წელს კონფედერაციის თასზე გავიდა. 13 წლის წინ გავიდა. კონფედერაციის თასზე ჰაიტი კვალიფიცირდა როგორც ოკეანეთის
არა, ძალიან შემიშალა. ოკეანეთი იქით არის. ოკეანეთი იქით არის, ეს ცენტრალური ამერიკა, ბოდიში. ცენტრალური ამერიკიდან კონკაკაფისგან კვალიფიცირდა და მაშინ გვახსოვს 10-1 მოუგო ესპანეთმა. ხო. აი, რაღაც ესეთი ანგარიშის დაფიქსირებას ველოდები მე მაგალითად ჰაიტის ხრიდან. ნუ კარგი იქნება თუ ნეიმარი რამდენიმე გოლს გაუტანს. აი ნეიმარისთვის არის ჰაიტის გუნდი, სადაც ნეიმარმა უნდა ანახოს რომ ნეიმარია. თავისი ცოტა სტატისტიკა გამოაკეთოს. ცოტა გაგვიგზელდა C ჯგუფზე, თუმცა D ჯგუფში აქ სიკვდილის ჯგუფი თუ იმას გულისხმობთ რომ არის 2 ან 3 გრანდი თუ ამას დაუძახებ ჩვენ სიკვდილის ჯგუფს D ჯგუფში არ არის არც ერთი ასეთი, თუმცა საკმაოდ დაბალანსებული ჯგუფია ჩემი აზრით. ალბათ ყველაზე. A-ში პარაგვაი, ავსტრალია, თურქეთი. აქ არ გამიკვირდება არც ერთის როგორც პირველი ადგილი, ასევე მეოთხე ადგილი. ალბათ ავსტრალიის პირველი ადგილი გამიკვირდება მარტო. ხო, შეიძლება ავსტრიის 1-0 ლიდერობა გაგვიკვირდეს. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიას აქვს თავისი საფეხბურთო ტრადიციები, წლევანდელი გუნდი არ არის ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის და პარაგვაის დონის. პარაგვაის ეროვნული ნაკრები არის გუნდი, რომელიც ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობს, სიმართლე ვთქვათ, უბრალოდ ცუდ ფეხბურთს თამაშობს. იმ შემთხვევაში თუ ამ გუნდმა 1 გოლი გაიტანა, თითქმის წარმოუდგენელი ხდება მისთვის გოლის გატანა. ამერიკის შეერთებული შტატები არის წარმოუდგენელი საშინაო მუნდიალზე, თვით ისე თან გასაგებია რომ მექსიკაც მასპინძელია, გასაგებია რომ კანადაც მასპინძელია, მაგრამ აი თქვათ მექსიკა რომ ნახევარფინალში გავიდეს, უკვე მატჩის ჩატარება მოუწევს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები არის ძირითადი მასპინძელი, სადაც ძირითადი დატვირთვა მწვავ მსოფლიო ჩემპიონატის და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ამერიკის ოქროს თაობისთვის. კრისტიან პულისიჩისთვის, პეპისთვის, იგივე ტიმოთე ვეიასთვის და შეგვიძლია შევხედოთ ამ ნაკრებს, თან ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან სწრაფად იწევს სოკერის პოპულარობა. ძალიან მაღალ დონეზე არის უკვე იქ. თუნდაც MLS-ი, თუნდაც რიგითი გულშემატკივრების ჩართულობა, თუნდაც სელებრიტების ჩართულობა, რაც ამერიკაში ძალიან ბევრს ნიშნავს. და ასე რომ შეგვიძლია ერთი 10 წელიწადში ვისაუბროთ ფეხბურთზე ამერიკაში, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სპორტზე, ну რა თქმა უნდა, ხა ამერიკულ ფეხბურთს ის ვერ გაუთანაბრდება ვერასდროს, მაგრამ ისეთ სპორტები როგორც არის ბეისბოლი, ჰოკეი, შეუძლია თავისუფლად ჩამოიტოვოს უკვე თუ ჩამოტოვებული არ ყავს. რაც შეეხება თურქეთს, თურქეთი არის გუნდი, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ, უკვე ბევრჯერ ვეთამაშეთ, ევროპის ჩემპიონატზეც ვეთამაშეთ თურქეთშიც, ვეთამაშეთ თბილისშიც და ჩვენ ვინ თუ არა ჩვენ ვიცით ამ გუნდის ზალა. იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატზეც ჩვენთვის, რომელიც იყო ალბათ არ ვიცი რა, ყველა ვიცით რა იყო და როგორ იყო ჩვენთვის, ყველაფერი დადებითი და ერთადერთი უარყოფითი მოგონება ალბათ გვაკავშირებს ზუსტად თურქეთთან, იმიტომ რომ ამ გუნდთან თამაში თითქმის შეუძლებელი არის, როდესაც სამწუხაროდ. ну ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში. სამწუხაროდ, ხო. ეს არის და ბოდიში აი იმასაც ვიტყვი რომ თუ არა კონსპიროლოგიები არ გვინდა. არ გვინდა კონსპიროლოგიები, მე ერთი იმას დავამატებ, რომ აშშ თურქეთი არის ასევე აფიშის მხრივ ძალიან კარგი თამაში. თურქეთში თამაშობს სერიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, კენან ილდიზი. ხოლო აშშში კრისტიან პულისიჩი შენს მიერ ნახსენები მილანურ ტურინული დაპირისპირება იქნება აშშ თურქეთის სახით. და ეს ჯგუფი ბივადექით კიდევ ერთ ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში სახელის მიხედვით ფავორიტს. გერმანიის ჯგუფი, გერმანია, კურასაო, კოტ-დივუარი, ეკვადორი. სანამ დავიწყოთ გერმანიის საუბარს, მე ვიტყოდი ორ სიტყვას ეკვადორზე. ეს არის ნაკრები რა, მე ხო პარაგვაიზე ვთქვი ხო გახსოვს? ეკვადორი არის 10 მაგი ვერსია. იმიტომ რომ ეკვადორი სულ კარგად გავუდის მსოფლიო ჩემპიონატებზე. საინტერესო ფეხბურთელი. 2022 წელს ხო გახსოვს როგორი თან კარგი გუნდი იყო ის. აი ხო რაღაც ასწავლო შემთხვევით ფეხბურთი შეიძლება არ თამაშობდა, მაგრამ სახალისო გუნდი იყო და ეკვადორის ეს ნაკრები არის გუნდი, რომელმაც ჯერ ერთი მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე სამხრეთ ამერიკიდან. ანუ რეალურად ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ სამხრეთ ამერიკის მეორე გუნდზე. რაღაც ხრივ. და არის გუნდი, რომელმაც 18 მატჩში გაუშვა 5 გოლი. საკმაოდ ძიმე გუნდი არის. 5 გოლი გაუშვა. თან სამხრეთ ამერიკაში. სამხრეთ ამერიკაში გაუშვა 5 გოლი და გაიტანა 14. ითამაშა 18 მატჩი.
ანუ აქედანაც შეგვიძლია თქვა, რომ იტალიური კატენაჩოს გამგზელებელია სამხრეთ ამერიკაში. არა, იტალიური კატენაჩო არის ხელოვნება. ეს არის არ არის ეს არაფერი. ნუ მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ეგეთი თამაშით თუ გავიდოდით სოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი და გერმანიას რაც შეეხება ტერ შტეგენი კარში, იოზუა კიმიხი. ტერ შტეგენი მგონი არ გამოუძახებია. არ გამოუძახებია, რაღაცა იყო თითქოს შემადგენლობაში. არა, შეგინე არ გამოუძახებიათ, მაგრამ მანუელ ნოიერი არის. ნოიერი იდგება ის? ნოიერი დაბრუნდა. ოლივერ ბაუმანს კი ძალიან ეცხინა ალბათ, მაგრამ ნოიერი დაბრუნდა და ალბათ ეს იქნება მისი გამოსამშვიდობებელი ტურნირი ეროვნულ ნაკრებში. კი რა თქმა უნდა და გერმანიაში არიან ისეთ ფეხბურთელები, ხავერცი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამდადი ფეხბურთელი. მუსიალა იქნება? მუსიალა იქნება, თუმცა ეს არ არის ოპტიმალური ფორმაში. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ამ ფორმაციის გერმანიის ნაკრების ლიდერი მუნდიალზე იქნება ვირცი. თუ ვირცი ჩაატარებს ისეთი კლასის სანაკრებო ტურნირს, როგორც სხვა დიდ ფეხბურთელებს შეუტარებიათ, მაგალითად ну არა მაინც არა კიჭა რონალდოს და დაუშვა და კიჭა რონალდომ რაც 2002 წელს გააკეთა იმის ნახევარი რო გააკეთოს ვირცმა ალბათ უკვე კარგი და დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება ეს გერმანიისთვის. იმიტომ რომ გერმანიის მიზანი რა თქმა უნდა როგორ არ არის მოგება, როგორ შეიძლება რომ გერმანიისთვის სოფლიო ჩემპიონატზე მიზანი მოგება არ იყოს, თუმცა ამ ფორმაციის გერმანიისთვის ეს ტურნირი შეიძლება იყოს მოსამზადებელი თუნდაც შემდეგი ევროპის ჩემპიონატისთვის, იმის შემდეგი სოფლიოს ჩემპიონატისთვის და მე ვფიქრობ რომ ეს და ამ ფორმაციის გერმანიის ნაკრები იქნება გამორჩეული სხვა გერმანიის ნაკრებებისგან, იმიტომ რომ ჩვენ რა ვიცით გერმანულ ფეხბურთზე, ეს არ არის ინდივიდუალისტების ნაკრები, ეს არ არის ინდივიდუალისტების გუნდი, ეს არის როგორც ერთი შეკრული ორგანიზმი. და წელს ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია ალბათ დაირღვევა და ეს ერთი ფეხბურთელი, რომელიც იქნება ამ გერმანიის მთავარი ვარსკვლავი, იქნება ფლორიან ვირცი. ან თუ ფორმაში მოახერხა მუსიალამ. მე ფლორიან ვირცის პირდაპირ გეტყვი პესიმისტურად ვარ განწყობილი, ზოგადად ამ ფორმაციის გერმანიის ნაკრების მიმართ. თუმცა ჯგუფი იგივე კოტ-დივუარი არ არის ხელწამოსაგრავი მეტოქე. იგივე ეკვადორზე თქვი, კურასაო აქ არის კურასაო რა არის საერთოდ არის პორტუგალიის ყოფილი კოლონია. ნიდერლანდების ყოფილი კოლონია. და ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს რამდენიმე წლის წინ კურასაოს საფეხბურთო ფედერაციაში. დაახლოებით 10 წლის წინ ეს ნაკრები იყო სამოყვარულო დონის თამაშობდნენ. სან მარინო, პაპუა ახალი გვინეა, ახალი კალკედონია და დაახლოებით ესეთი დონის ნაკრები იყო და შემდეგ მათ ნიდერლანდების ბაზარზე იპოვეს წარმოშობით კურასაოველი ფეხბურთელები და კურასაოველები ეთნიკურად ძალიან ბევრი არიან ნიდერლანდებში, ისე როგორც თქვა სურინამელები, ინდონეზიელები, და წარმოშობით კურასაოველი ფეხბურთელები წამოიყვანეს თავის ნაკრებში. 26 კაციანი განაცხადიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი ტახი ჩონგი თუ გახსოვს მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა, ის არის კურასაოს ნაკრების კაპიტანი. უნდა ეთამაშა მანჩესტერში ესეთი ფეხბურთელია. აკვდება მანჩესტერს ტახი ჩონგი. ეს არის ადამიანი, რომელსაც პარი სენ-ჟერმენი გამოაგდოს ხოთაშორის 2019 წელს. ის მის კაპიტნობით ითამაშებს ეს ნაკრები და ხო რას ვამბობდი, არ მახსოვს თქვი თუ არა. ტახი ჩონგი არის ერთადერთი ფეხბურთელი 26 კაციან განაცხადში, რომელიც არის კურასაოში დაბადებული. დანარჩენები ყველა ნიდერლანდებში. და მეზობლად არის ნიდერლანდების ჯგუფი. ზუსტად მივედით ნიდერლანდების ბ-გუნდიდან, მივედით ნიდერლანდების A-გუნდამდე. ნიდერლანდები, იაპონია, შვედეთი, ტუნისი. ეს არის ალბათ ყველაზე ისეთი ჯგუფი, სადაც ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. ნუ ალბათ ნიდერლანდების ჯგუფიდან გავა. არ გასვლით ალბათ გავა, რა თქმა უნდა, უმეტეს სამგუნდიან გასვლით ფორმატში, მაგრამ აი რომელი ადგილიდან გავა თავს ვერ დავდებ. მე მგონია რომ მაინც აქედან ნიდერლანდები პირველი ადგილით უნდა გავიდეს და მე ამას უკვე იაპონია, შვედეთი, ტუნისი საკმაოდ თანაბარი სამეული არის ჩემი აზრით. ნიდერლანდები თავის გამოცდილებით გონია რომ მაინც პირველი ადგილით უნდა გავიდეს. მე არ მოგატყუებთ და არ ვიცი იაპონური ფეხბურთის ამჟამინდელი დონე. აი ჩემთვის ყველაზე უცნობი გუნდია ალბათ ეხლა იაპონია.
არ ვიცი რას უნდა ველოდო, თუმცა იაპონური ფეხბურთის წარმატება სულ გამიხარდება, იმიტომ რომ ეს ხალხი იმსახურებს ბედნიერ მარტო იმის გამო იმსახურებს კარგ თამაშს თავის ნაკრების, როგორ იქცევიან ხოლმე იაპონელი გულშემატკივრები ტრიბუნაზე. გამიკურდება რომ იაპონია ჩავიდეს და არაორგანიზებული და მოუწესრიგებელი ფეხბურთი ქაოტური ითამაშოს. და გულშემატკივრებმა ნაგავი დაყარონ ტრიბუნაზე. ხო, გულშემატკივრებმა ნაგავი დაყარონ. ხო, მაგრამ გულშემატკივრები არ დაყრიან ნაგავს, მაგრამ ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც მილანში თამაშობდა, უკვე ჩასული არის იაპონიის საგულშემატკივროდ, კეის უკვე ჰონდა გამოჩნდა იაპონიის ერთ-ერთ გულშემატკივრების რიგებში და რავი, წარმატებები უსურვებთ და შვედეთი ალბათ შვედეთი უკვე აი მაინც ვერ გახდა ეს გუნდი ორგანიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ყავს დიოკერეში, მიუხედავად იმისა, რომ ყავს ისაკი, ბოდიში ვერ გახდა ეს გუნდი ის მე მგონია რომ ვირცზე უკეთესი მსოფლიო ექნება ზუსტად დიოკერეშს. მართლა? მე ვფიქრობ ესე რომ დიოკერეშმა სად თუ არა აქ უნდა გამოავლინოს თავისი თავი. მე მაგათად ვირცე რაც თქვი, უბრალოდ ისე გამეორდება მაგაზე. მე იმას არ ვამბობ რომ ვირც ექნება სასწაული მსოფლიო. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ გერმანიის ნაკრები თვითონ აიწყო ამჯერად ერთ ფეხბურთელზე. დიოკერეშს რაც შეეხება, მე ვერ დაგეთანხმებ, მან ძალიან პესიმისტურად ვარ დიოკერეშის მიმართ. ხო, ანუ ცვლით პესიმისტსა და ვირს შორის. პესიმიზმები გავუცვალეთ. კი ბატონო, და ჯგუფი. მომდევნო ჯგუფი ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია. აქ მე ვთვლი რომ ბელგიას ძალიან გაუმართლა. ეგვიპტეს მუჰამედ სალაჰი სუსტი გუნდია, სუსტი ჯგუფია. სუსტი ჯგუფია ალბათ, იმიტომ რომ ეგვიპტეს მუჰამედ სალაჰი არ ყავს ფორმაში. ნუ მუჰამედ სალაჰი უკვე ვეტერანი არის. უკვე ვეტერანია. თუმცა ომარ მარმუშიც ომარ მარმუშიც ძალიან ცუდი სეზონი. ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა ფაქტია და ეგვიპტე ამ ორ ფეხბურთელზე იყო აწყობილი. კი და ნუ მაგრამ ძალიან გამიხარდება მაგალითად სალაჰმა რომ რაღაცა ერთი გოლი გაიტანოს რომელიმე ნაკრებთან. ალბათ შეუძლია რომ გაიტანოს, იმიტომ რომ მეტოქეებიც არ ყავს. ძალიან ხო, ირანი, ახალ ზელანდია, All Blacks-ის საპირისპიროდ All Whites-ი შექმნილი აბსოლუტურად არასაფეხბურთო ქვეყანა არის და ფორმატზე უნდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. მე ვეთანხმები სხვათა შორის. ბოდიში, ეგ პოსტერი აი All Whites-ი. აუ რა მაგარი რა. აი ეგ ვინც მოიგო და არის გენიოსი. საპირისპიროდ რომ All Whites-ი გაიარსებინა აქეთ. ხო და მინდოდა ორი სიტყვა რის გამოც ახალი ზელანდია და კურასაო და ასეთ ქვეყნები არიან მოხვედრილები, როგორც პატარა ქვეყნის წარმომადგენელს და საქართველოს ქონდა და იქნება შანსი ასეთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის. თუმცა კვოტირებაზე უნდა ვთქვა ორი სიტყვა, რომ აბსოლუტურად არა ობიექტური არის კვოტირების სისტემა, რომელსაც FIFA გვთავაზობს. ევროპის იმ გუნდების კუთხით თუნდაც იტალია არ იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. არ ვიცი, მე ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატი რეალურად ყველასი არის. მე მაგალითად ძალიან მიზიდავს ისეთ მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც ახალ მართლა მიზიდავს ის ჩემპიონატს, სადაც ახალ ზელანდიას უყურებ, ჰაიტის უყურებ, კურასაოს უყურებ, ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებზე ჯგუფის მერე მივალთ. იტალია რო ვერ გავიდა, ძალიან ცუდია, მართლა ცუდი არის და მე ევროპულ ნაკრებებში ხშირად გულშემატკივრობ ხოლმე იტალიის გუნდს, მაგრამ პირველ რიგში თავის თავს უნდა დააბრალოს იტალიამ, იმიტომ რომ შეეძლო ამ გუნდს რომ პირველ ადგილს დაეკავა ჯგუფში ნორვეგიასთან და ბოდიში, მაგრამ ბოსნია-ჰერცეგოვინას როდესაც გუნდი ვერ უგებს, იმას არ უნდა ქონდეს პრეტენზია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისას, ვერც კვოტირებას ვერ დავაბრალებთ მაგას და ვერაფერს ხوار, არაფერ შუაში არ არის ახალი ზელანდია ან იგივე ჰაიტი, რომ იტალია ვერ დაამარცხა ბოსნია და ვერ გავიდა სამარცხვინო ფეხბურთით და ბოდიში და ბასტონის საქციელი ძალიან სუდი საქციელი. ნუ შენ ახლა ეგ უფრო კარგად იტყვი მაგაზე როგორც მილანისტა ვარ. ხო, ნუ ინტერის და ნაპოლის ბაზაზე აშენებული იტალიის ნაკრები არის. ხო, რა შეიძლება. საერთოდ იტალიურ ფეხბურთის ძალიან ანუ შენ მეუბნები რომ ირანი ახალ ზელანდიასაც უყურებ ამ მსოფლიო ჩემპიონატს. რა თქმა უნდა. ჯერ ერთი ირანის თამაშს მარტო მე კი არა, ალბათ მთელი მსოფლიო უყურებს, იმიტომ რომ რამე არ მოხდეს ან არ მოხდეს. რა პატარა ტერაქტი. იმედია ხო ესეების გარეშე ჩაივლის. ირანი და არასაფეხბურთო
შესრულები მინიმალური იქნება სტადიონზე. ირანის სპორტის მინისტრი გამოვიდა ასეთი კატეგორიული მოთხოვნით, რომ თუ როგორც კი ისრაელის დროშა. არა მარტო ისრაელის, ნებისმიერი პოლიტიკური ან ისრაელის დროშა, ან შახის დროშა, ან რაიმე პოლიტიკური ბანერი, როგორც კი გამოჩნდება ირანის თამაშზე, გუნდი გავა მოედნო. ისიც საინტერესოა, რომ ირანი მოხდა ამერიკის ჯგუფში, ანუ ამერიკულ ჯგუფში მოხდა, სადაც ჯგუფი რომელიც ამერიკაში თამაშობს, თუმცა დაბინავდება მექსიკაში. მექსიკიდან ჩაფრინდება ამერიკაში, ითამაშებს თამაშს და დაბრუნდება უკან. მე მგონია, რომ ამ ირანს ერთი არის, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური საკითხი, მეორე არის საფეხბურთო საკითხი, მე მგონია, რომ ამ ჯგუფის ფავორიტი ბელგიასთან ერთად არის ირანის ნაკრები. იმიტომ რომ ყავს ძალიან კარგი შემადგენლობა, დაბალანსებული პლავაც და ყავს შემადგენლობა მეჰდი ტარემით. არის ეხლა ის შეიძლება არ არის მოჰამედ სალახის დონე, მაგრამ სოფლიოს ჩემპიონატზე დიდად არავინ არ უყურდება ხოლმე ვინ ლივერპულში თამაშობს და ვინ ოლიმპიაკოსში. ინტერში აქვს ნათამაშები ასევე წინა ორი სეზონის. კი, არა, ძალიან მაღალი კლასის ფორვარდია რეალურად. ძალიან მაღალი კლასის ფორვარდი ირანის ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ახლა რა თქმა უნდა. მაღალი კლასის ფორვარდია, შეუძლია მით უმეტეს ტოპ გუნდში შეუძლია იყოს მეორე მესამე ფორვარდი, ოლიმპიაკოსნაირ გუნდში შეუძლია იყოს პირველი ფორვარდი და თან ჩემთვის მე ძალიან დიდი სიმპათიების მაქვს მის მიმართ. და მივადექით შეგების ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებს არა? დიახ, ოღონდ მე ამ შემთხვევაში ესპანეთი არ უგულისხმე. ხო, ესპანეთი არა. მე კაბოვერდე. რომელიც არის აი ესეთი ნაკრებებიც, აი რა ვქნა, ძალიან მიზიდავს აი ესეთი ნაკრებების ყურება, მით უმეტეს მე მგონია რომ ესპანეთი კაბოვერდეს თამაში იქნება სოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე კარგად საყურებელი შეხვედრა. თან არის ყველაზე შედეგიანიც ხო? ყველაზე შედეგიანი არა მგონია, იმიტომ რომ ძალიან ძიმე გუნდი არის კაბოვერდე. ჩვენ თავზე ვნახეთ ეგ, როდესაც ქუთაისში ჩამოვიდნენ სათამაშოდ. თუ გახსოვს მაშინ სოციალურ ქსელებში ორი დამთავრდა ხო ეს თამაში? ერთი. ძალიან ერთი დამთავრდა ხო არა ორი. ძალიან ისეთი სტაბილიზება ჰქონდა გულშემატკივრებს, რომ ძალიან ძლიერები იყვნენ. არ გაჩერებულან ერთი წუთი რაც უყურებდნენ ხო? არა, ძალიან ინტენსიური გუნდი არის. და რას ვამბობდი, რომ სოციალურ ქსელებში ატყდა ძალიან დიდი ქილიკი იმასთან მიმართებით, რომ აი ვინ ჩამოვყავთ, საიდან იპოვეთ. ეს გუნდი რომ დავიმსახურეთ და გავიდნენ რა. ეს გუნდი რომელსაც ჩვენ დავცინოდით, ჯერ ის თამაში ქუთაისში რო არ წავაგეთ, პერსონალურად ლუკა გუგიშაშვილის დამსახურება არის. სამი კარგი სეივი და სასწაული მატჩი ჩაატარა გუგიშამ. და შემდეგ კი ამ გუნდმა მოიპოვა მუნდიალის საგზური და ამასაც ვერ დავაბრალებთ კოტირებას, იმიტომ რომ კამერუნი ჩატოვეს. და საკმაოდ რთულ ჯგუფში იყვნენ. მე მაგალითად თავს ვერ დავდებ იმაზე, რომ 2026 წლის ფორმაციის საქართველოს ნაკრები სანამ გუნდში იქნება ვილისანიოლი, იმ ჯგუფიდან გავიდოდა. ვერანაირად ვერ დავდებ თავს. კაბოვერდე ადგა, გავიდა და ითამაშებს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ. ეცდება ლამინ იამალის გაჩერებას, 15 წუთით გამოვა იამალი იმ თამაშს და ეცდებიან კაბოვერდეს სოლები, რომ ლამინ იამალი გააჩერონ, ჩვენ ზაფხულში ვცდილობთ ბაჰრეინის სანიოლის კრიტიკას გაისმა ჩვენს ეთერში. ჩვენ ვცდილობთ ბაჰრეინის ნაკრების გაჩერებას. კარგი და ესპანეთი ესპანეთს კაბოვერდეზე რო ფიქრობთ ვილაპარაკეთ ვიდრე ესპანეთზე ეგეც საინტერესოა. პირველ თამაშს იამალი ტოვებს. პირველ თამაშს იამალი თამაშობს 15 წუთს, როგორც ვიცი. 15 წუთს. აშა ფიზიკურად ზათ არის, მაგრამ ნუ 15 წუთი მე გავუფრთხილდებოდი მაგალითად საერთოდ არ გამოვიყვანდი იამალს. რა ისევ ტრავმა რომ გაუმეორდეს იამალის გარეშე ეს მსოფლიო აი იამალის გარეშე არა მარტო ესპანეთს არავის არ ჭირდება მსოფლიო ჩემპიონატი იამალის გარეშე ალბათ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა იამალის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი. კარში იდგება ალბათ უნაი სიმონი. უნაი სიმონი იქნება კარში, იმიტომ რომ ჩემპიონატის კარგი მეკარია ერთია, მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია, რომ რაიაც და ჟუან გარსიაც როგორც მეკარეებად ჯობიან, თუმცა ის არის. იმაში სანაკრებო ფეხბურთში მეკარის ასეთი მკვეთრი ცვლილება ძალიან გაუმართლებელი მაგალითია. გვახსოვს მაგალითად რამდენი ხანი მიდიოდა ლორიას ჩანაცვლება მამარდაშვილით. ესპანეთის ნაკრები არის ოპტას ვერსიით მაგალითად ყველაზე დიდი ფავორიტი. საფრანგეთი არის შემდეგი. მე საფრანგეთი მოდის კი. მე არ ვთანხმობ საფრანგეთს დავაყენებდი, იმიტომ რომ აქ ფერან ტორესი შეიძლება იყოს. ფერან ტორესი არ იქნება ძირითადში ოიარსაბალი და ფერან ტორესი ხო დიდი განსხვავება არ არის. ხო, მაგრამ ესპანეთის ნაკრები ძალიან რამდენჯერ ხმარობთ ამ სიტყვას დაბალანსებული, მაგრამ არის ეს ესპანეთის ნაკრების ეს დაბალანსებული გუნდი და არის ძალიან სისტემური გუნდი. მაგალითად
რატომ ითამაშა საფრანგეთის ნაკრებმა წინა დიდ სანაკრებო ტურნირზე ეს საშინელი ფეხბურთი? და არა მარტო წინაზე, საფრანგეთის ნაკრები დიდად სანახაობრივ ფეხბურთით არ გამოირჩევა დიდ ტურნირებზე. იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც ფეხბურთელებთან გაქვს შეხება 3 თვეში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ, რამდენიმე თვეში ერთხელ, თუნდაც კაი იყოს თვეში ერთხელ. ძალიან რთულია და მომენტებში შეუძლებელიც კი არის იქ სისტემური ფეხბურთის ჩამოყალიბება. მაგრამ ლუის დე ლა ფუენტეს ეს პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ ამ ფეხბურთელებთან ერთად მოდის 17 წლამდელებიდან, 19 წლამდელებიდან, 21 წლამდელებიდან და ეხლა უკვე დიდ ნაკრებში. ამიტომ თითოეულმა ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ვინც თამაშობს, ზედმიწევნით კარგად იცის რა ფეხბურთს თამაშობს მისი გუნდი და ალბათ არის ერთადერთი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე და ეს ნიშნავს რომ საერთოდ მსოფლიოში ერთადერთი ნაკრებია რომელიც თამაშობს ისეთ ფეხბურთს როგორცაც თამაშობენ საკლუბო ფეხბურთში. და მოდი აი ჯგუფიც გავიაროთ და გამომდინარე ქრონომეტრაჟიდან შემდეგი 3 ჯგუფი მოგვიანებით განვიხილოთ და ამის შემდეგ უკვე დღევანდელი თამაშის პროგნოზებს გადავიდეთ. აქ მივოდექით კიდევ ერთ ფავორიტს, საფრანგეთს. ჩემი პირადი ფავორიტიც არის საფრანგეთი. ძალიან ძლიერი შემადგენლობა ყავს. მაიკ ბენიო, რომელიც მილანის მთავარი მეკარე არის, ერთგულად. Magic Mike, რომელსაც იმდენს ურტყავენ კარში მილანის დაცვის შემხედვარად. ფორმაში არის ყოველთვის და არ გაუკვირდება არც სენეგალელი, არც ერაყელი და არც თუნდაც ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის დარტყმულები. კუნდე კონატე, უპამეკანო და ტეო ერნანდესი წამოვა არაბეთიდან და ვნახავთ ალ-ჰილალში რა ფორმაში ამყოფებენ. მე მგონი რომ კარგ ფორმაში ჩავა. ალ-ჰილალი ძალიან კარგად გამოვიდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. კი. და მე მგონი და ერთ-ერთი სოლიდური გუნდი იყო არაბეთიდან. ალ-ნასრზე უკეთესი გუნდიც არის მე ვიტყოდი. ალ-ნასრზე უკეთესი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ალ-ნასრი გახდა წელს ჩემპიონი, ალბათ უფრო დაალაგებული გუნდი არის ალ-ჰილალი და ისტორიულად უფრო დიდი გუნდი არის. ნახევარდაცვა, კონე, ჩუამენი, რაბიო. არა, შეიძლება. ამ გუნდის თამაში არ აი ის რო არის, ხო იცი? 2014 წელს რო გამოვიდა Galaxy 11-ის კლიპი. ხო. აი ბეკენბაუერი ფეხბურთი. აი ის ჩამოსული გუნდი არის, უცხოპლანეტელების გუნდი არის ეს. და ოლისე მბაპე დემბელე, აქ წინა შეტევა კრიტიკას ვერ უძლებს ბჭყალებში რა, არ ვიცი. ამაზე ვარსკვლავური შემადგენლობა, რომელიმე ნაკრებს იშვიათად ყავს. სალიბას აწუხებს ტრავმები კიდე ერთი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლებელი არის რომ მუნდიალზე ვერ ვიხილოთ. მაგრამ ალბათ შეიძლება რამდენიმე თამაში ითამაშოს, თუმცა სალიბას გარეშეც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა ყავს საფრანგეთს და მეც გეთანხმები რომ ესპანეთის საფრანგეთი არიან ორი გამორჩეული ფავორიტები ამ მუნდიალის და შემდეგ ყველა სხვა. ბრაზილიას შენ მიამატებ ალბათ თუ არა? ალბათ არგენტინასაც მივამატებ, იმიტომ რომ თან არგენტინას ბრაზილიას წინ პირადად ჩემი აზრით ესპანეთი და საფრანგეთი. არა, კი, რა თქმა უნდა, თავისთავად. ბრაზილიას მატჩი ვერ მოვიაზრებ. ალბათ საფრანგეთი, ესპანეთი, არგენტინა ეს უფრო საფრანგეთი და ესპანეთი. და აქ არის საინტერესო რამ მინდა ვთქვა, არასდროს არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატი იმ გუნდს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების პერიოდში იყო FIFA-ს რეიტინგის პირველ ადგილზე. საფრანგეთი იყო FIFA-ს რეიტინგის პირველ ადგილზე, თუმცა აღარ არის დეზირე დუეს მის დამსახურებით, გელა დუეს გოლით, როდესაც კოდიუარმა დაამარცხა საფრანგეთი, ის ჩამოვიდა მეორე პოზიციაზე, პირველზე არგენტინა გადავიდა შემდეგ და ამით ალბათ შანსი გაუჩნდა მოგების. ამ წაგების. საინტერესო თეორია და მოდი დაუბრუნდეთ დღევანდელ მატჩს მექსიკა სამხრეთ აფრიკა. მე ვთვლი რომ გახსნით თამაში მექსიკამ უნდა მოიგოს. და მე იმედი მაქვს რომ სანტიაგო ხიმენესი შემოვა და გოლს ვერ გაიტანს. და სანტიაგო ხიმენესის გარდა სხვა ფეხბურთელის გოლით მოიგებს დღეს მექსიკა თამაშს. მე ვიტყვი ჩემს პირად სიმპათიას, მე მინდა რომ მექსიკის ნაკრები მიხვდებოდით რომ მექსიკის ნაკრებისკენ ინდიფერენტული არ ვარ. და მე მინდა რომ მექსიკის ნაკრებმა ეს თამაში მოიგოს, კარგად მოიგოს. სამხრეთ აფრიკამაც გაიტანოს. მე დარწმუნებული ვარ თუ გაიტანენ იმ იკონურ გოლის აღნიშვნას გაიმეორებენ და ძალიან მოუხდება ეგ მსოფლიო ჩემპიონატს და მე მინდა რომ კარგია რომ უზელების ხმა არ იქნება. რა თქმა უნდა, ეგ რასაშინელება, ეგ ვინც გამოიგონა და აქთან რო ჩამოიტანეს მე ეგ რა არის.
წელს მაგის გარეშე ვიქნებით, უფრო ჰოდოგებით ვიქნებით. ჰოდოგები ბევრად უფრო ჯობია უზელას. კი, რა თქმა უნდა. და მე ახლა ამ თამაში სომბრეროებით. სომბრეროებით. კი ბატონო. და ჩემი პირად სიმპათია მექსიკის ნაკრების მიმართ, სადია და მინდა რომ პირველი გოლი ამ მუნდიალზე გაიტანოს 17 წლის გილბერტო მორამ. და შემდეგ, ბარსელონაში ალბათ ვერ ვიხილავ, იმიტომ რომ ბარსელონაში მის ადგილას პედრი არის. მექსიკელ პედრის ეძახიან მორას, ფოტოშოპში. მაგრამ აი რომელიმე კარგ ევროპულ გუნდში ვნახავდი, არ ვნახავდი რეალში, აი მილანში ვნახავდი ფოტოშოპის სიამოვნებით. აი კარგ ფეხბურთელებს ნოისურვებ მილანში, იმიტომ რომ მე ყველა ცუდი ფეხბურთელი. თუ გიყვარს მილანში არის სურო ეგ ფეხბურთელი. კარგი, დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა სომბრეროებით, ჰოტდოგებით და მრავალი კეთილი და კარგი სურვილებით. მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა. წარმატებები უსურვოთ ორივე ნაკრებს და ძალიან ცხელი ზაფხული გვერდება. კი. იმედია მრავალ გოლიანი და იმედია ძალიან ღირსეული თამაში. აუცილებლად მოიხსნება გოლების რეკორდი, ეს მათემატიკურად მოიხსნება და იმედია რომ გულშემატკივრისთვის მოიხსნება ხარისხის რეკორდიც. მადლობა. მადლობა.